მოგესალმებით. დღეს ბაბა ვანგაზე ვისაუბრებთ, ბულგარელ ნათელმხილველზე, რომლის ფენომენიც, საკმაოდ წინააღმდეგობრივია. დია. შენ მოგვაწოდე სხვადასხვა მასალა, სტატიები, ანალიზი, სადაც მისი წინასწარმეტყველებებია განხილული, ზოგი თითქოს ახდა, ზოგი კი ძალიან შორეულ მომავალს ეხება, 5000 წელზე მეც. ხო, 5079 წლამდე მიდის. ხო. და ჩვენი მიზანია ამ წყაროებიდან გამოვყოთ ყველაზე, ასე ვთქვათ, გახმაურებული, ყველაზე დრამატული პროგნოზები. კი ბატონო. და გავიგოთ, რატომ არის ეს თემა დღემდე ასეთი აქტუალური და საკამათო. მოდი ჩაუღრმავდეთ. დია. ვანგას სახელი მართლა ერთდროულად იწვევს გაუცებასაც და, რა თქმა უნდა, სკეპტიციზმსაც. აი შენს მასალებში ჩანს ეს ორმაგი ბუნება. ერთი მხრივ გვაქვს რაღაც წინასწარმეტყველებები, რომლებიც შოკის მომგვრელად ზუსტი ჩანს. ხო. მეორე მხრივ კი უამრავი კითხვის ნიშანი, ბუნდოვანება, კრიტიკა და საინტერესოა ეს ფენომენი თავისთავად რას გვეუბნება ჩვენზე, ადამიანებზე მომავლის გაგების სურვილზე. მოდი, დავიწყოთ იმ წინასწარმეტყველებებით, რომლებმაც შენი წყაროების მიხედვით ვანგა ცნობილი ბახადა. რამდენიმე შემთხვევა განსაკუთრებით ხშირად მიორდება. კი. მაგალითად, 1980 წელს ნათქვამი ფრაზა, რომ კურსკი წყლით დაიფარება. ხო, ეგ ძალიან ცნობილია. რომელიც მერე 20 წლის შემდეგ, 2000 წელს, რუსული წყალქვეშა ნავის ტრაგედიას დაუკავშირეს. ნამდვილად. და კიდევ ის 1989 წლის წინასწარმეტყველება ამერიკელ ძმებზე, რომლებსაც თავს რკინის ფრინველები დაესხმებოდნენ. კი, ესეც ძალიან გახმაურებული იყო. 11 სექტემბერს დაუკავშირეს პირდაპირ. ხო, ბევრმა მიიჩნია 11 სექტემბრის აღწერად. და ამას ემატება სხვა მაგალითებით შენს მასალებში კარგად ჩანს ბარაკ ობამას პრეზიდენტობა. ხო, ეგეც ახსოვთ. თუმცა იქ რაღაც ბოლო პრეზიდენტზე იყო საუბარი, რაც ბოლომდე არ გამარცხლდა, მაგრამ არჩევა თითქოს იწინასწარმეტყველა. კი, არჩევა ახსენის. ასევე ინდირა განდის მკვლელობაზეც არის საუბარი, სადაც ერთ-ერთი ვერსიით ნარინჯისფერ ყვითელი სარიც კი ახსენა. საინტერესო დეტალია. პრინცესა დიანას დაღუპვაც და, რაც ყველაზე უცნაურია, თითქოს საკუთარი გარდაცვალების თარიღიც კი დაასახელა, 1996 წელი. მართლა? ეს დეტალები ქმნის ამ ლეგენდას ალბათ. სწორედ ეს დამთხოვებია ერთი შეხედვით შთამბეჭდავი და საფუძველს აძლევს ამ ყველაფერს. გასაგებია, მაგრამ არანაკლებ საინტერესოა, რას ამბობენ შენი წყაროები მომავალზე. განსაკუთრებით აი ახლო მომავალზე, 2025 წელზე. რამდენიმე წყარო ამას გამოყოფს. ხო, 2025 წელი საკმაოდ დრამატულად არის დახატული ამ მასალებში. ვანგას მიეწერება წინასწარმეტყველება ძლიერ მიწის ზვრებზე. და საინტერესოა, რომ ერთ-ერთ წყაროში მიანმარის ბოლოდროინდელი მიწის ზვრაც კი ანახსენები. ანუ როგორც შესაძლო დასტური. როგორც ამ წინასწარმეტყველების შესაძლო გამოვლინება, დიახ. 7.7 მაგნიტუდა იყო 2000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ძიმე ამბავია. ასევე საუბარია ევროპაში რაღაც კონფლიქტზე, ან სერიოზულ არასტაბილურობაზე, მოსახლეობის შემცირებაზეც კი, გლობალურ ეკონომიკურ კრიზისზე. რის გამო, მიზეზებიც არის ნახსენები? შესაძლოა მზარდი ვალების, გეოპოლიტიკური დაძაბულობის გამო. ზოგადად, ბუნებრივ კატაკლიზმებზეც არის საუბარი. თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ იგივე 2025 წლისთვის ზოგი წყარო პოზიტიურ პროგნოზებსაც ახსენებს, არა? კი, ეგეც არის. საუბარია მნიშვნელოვან სამეცნიერო გარღვევებზე, განსაკუთრებით ბიოტექნოლოგიებში, გენეტიკურ ინჟინერიაში. ანუ რაღაც ახალი მკურნალობის მეთოდები, სიცოცხლის გახანგრძლივება? დიახ, და კოსმოსის კვლევის გაგრძელებაც. ერთგან 2028 წლისთვის ვენერაზე ენერგიის ახალი წყაროს აღმოჩენაზეც კია საუბარი. ვენერაზე? საინტერესოა. ანუ სურათი აქაც ესე იგი არაერთგვაროვანია. აბსოლუტურად. და აი აქ შემოდის კრიტიკული ხედვა, რომელიც შენს მასალებშიც ძალიან კაფიოდ ჩანს. ხო, ესეც მნიშვნელოვანია. მაგალითად, ერთი წყარო ინტერმედია G აკადემიკოს ევგენი ალექსანდროვის მოსაზლებას ეხდნობა. ის ამტკიცებს, რომ ვანგას ფენომენი შესაძლოა კარგად დაგეგმილი სახელმწიფო ბიზნესი ყოფილიყო. ოხო, ანუ სპეცსამსახურების ჩართულობით. დიახ, მისი თქმით, ბულგარეთის სპეცსამსახურები ვიზიტორებზე წინასწარ აგროვებდნენ ინფორმაციას, ვინ იყვნენ, რა პრობლემები ჰქონდათ
და ვანგასთან შეხვედრაც მხოლოდ მათი ნებართვით ხდებოდაო. ეს საკმაოდ სერიოზული ბრალდებაა, რა თქმა უნდა. ნამდვილად. და ეს სკეპტიციზმი ამით არ მთავრდება, ხო? შენს მასალებში ისიც წერია, რომ ბევრი გახმაურებული პროგნოზი უბრალოდ არ ახდა. კი, ბევრია ასეთი. ყველაზე თვალსაჩინო ალბათ მესამე მსოფლიო ომის დაწყება 2010 წლის ნოემბერში. ხო, ეგ უნდა დაწყებულიყო და 2014 წლამდე გაგრძელებულიყო თან ბირთვული და ქიმიური იარაღით. საბედნიეროდ არ ახდა. საბედნიეროდ. და კიდევ აღნიშნულია პროგნოზების ზოგადი ბუნდოვანება. ანუ იმდენად ზოგადია, რომ ნებისმიერ რამეს შეიძლება მოარგო. ზუსტად, კრიტიკოსები სწორედ ამას ამბობენ, რომ ზოგი რამ ვანგას უბრალოდ მიაწერეს. დროთა განმავლობაში გაჩნდა ეს ისტორიები ან დამახინჯდა. აი, ერთი საინტერესო დეტალიც შენს წყაროებში. Daily Mail-ზე დაყრდნობით წერია, რომ ვანგას 2024 წლისთვის ნაწინასწარმეტყველები მესამე მსოფლიო ომის. ახალი ინტერპრეტაცია გაჩნდა. განახლებული ვერსია. ხო, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის ირანი-ისრაელის დაძაბულობის ფონზე თითქოს ეს წინასწარმეტყველება ახლა ხდება აქტუალური. გასაგები, ანუ ხდება მუდმივი მორგება მიმდინარე მოვლენებზე. დიახ, და ჩვენც ამას სწორედ ასე ვაშუქებთ, როგორც ფაქტს, რომელიც წყაროშია. ანუ როგორ ხდება ამ პროგნოზების რეინტერპრეტაცია და არა როგორც დადასტურებულ რეალობას. აქ კრიტიკული მიდგომა აუცილებელია. ესე იგი, რა გამოდის? ერთ მხარეს გვაქვს ეს, ერთი შეხედვით შთამბიჭდავი დამთხოვები, კურსკი, 11 სექტემბერი, ობამა, რომლებიც გაფიქრებინებს. კი. მეორე მხარეს კი აუღდენელი კატასტროფები, შესაძლო манипуляციების თეორიები, ბუნდოვანი ფორმულირებები, როგორ არსებობს ეს ორი მხარე ერთად? ესა, რა ვიცი, ამ ფენომენის მთავარი გამოცანა. შეიძლება პასუხი ნაწილობრივ ამ ბუნდოვანებაში და ჩვენს შერჩევით მეხსიერებაშია. ანუ ვიმახსოვრებთ იმას, რაც ახდა და ვივიწყებთ დანარჩენს. ხო, რაღაც ამდაგვარი. თქვენს მასალებშიც იკვეთება ეს აზრი, რომ ადამიანებს, განსაკუთრებით რთულ გაურკვეველ პერიოდებში, სჭირდებათ რაღაც იმედი, ან განცდა, რომ მომავალი თუნდაც ილუზორულად, მაგრამ მაინც კონტროლირებადია. და ვანგას ფიგურა კრიტიკის მიუხედავად ამ მოთხოვნილებას პასუხობს. როგორც ჩანს, დიახ, სწორედ ამიტომ რჩება ის ასეთ პოპულარულ და საკამათო ფიგურად. მაშა სადამე ვანგას მემკვიდრეობა ისევ კითხვებს აჩენს. შენს მიერ მოწოდებული მასალები ნათლად გვიჩვენებს, როგორც გაოცების, ისე სკეპტიციზმის საფუძვლიან მიზეზებს. დიახ, და ეს ყველაფერი საბოლოოდ ერთ ფუნდამენტურ კითხვამდე მიდის, რომელზეც ალბათ თქვენს გაგიჩნდათ, როგორც ამ მასალების შემკრებს. რატომ გვაინტერესებს ასე ძალიან მომავლის შეცნობა? ხო. რატომ გვინდა რომ გჯეროდეს თუნდაც ამდენი წინააღმდეგობის, ამდენი კითხვის ნიშნის ფონზე, რას ამბობს ეს ჩვენს შიშებსა და იმედებზე? განსაკუთრებით მაშინ, როცა ვხედავთ ამ გრანდიოზულ 1000-წლოვან პერსპექტივას, რომელიც ვანგას მიეწერება და რომელიც შორეულ 5069 წელს, სამყაროს აღსასრულით მთავრდება. ეს მართლაც ის კითხვაა, რომელზეც დაფიქრება ალბათ ღირს.